მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან. დღეს არის 8 მარტი და ყველა ქალს, ვინც ახლა მიყურებთ, გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ, ყველაფერს ძალიან მაგარს რა, ქალურ ბედნიერებას და ქალურ ბედნიერებაში კი ვიცით ყველა ქალმა რაც მოიაზრება. მოკლედ დღეს რუსთავში ტარდება ძალიან მაგარი შეჯიბრი, ეს არის ქალების სლალომი. დარეგისტრირებულია 45 მანდილოსანი, რაც იმას ნიშნავს, 45 ქალი შეეჯიბრება ერთმანეთს პირველობისთვის და ისეთი მაგარი საჩუქრები თამაშდება, ისეთი მაგარი პრიზები არის, რომ არ ვიცი, მე მგონი ძალიან დაუნდობელი ბრძოლა იქნება. ეს არის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომისა და BMW Club Georgias ერთობლივი პროექტი და ეხლა რა მახსენდება? სოკარია თამაშობს პირველი ადგილისთვის 300 ლიტრს აწვავს. ტექნოლოგიისგან თამაშდება, თუ არ ვცდები 300 თუ 500 ლარიანი ვაუჩერი, ავტოდრომისგან თამაშდება ვაუჩერები პირველ ადგილზე, მე მგონი 500 ლარიანი ვაუჩერი. მოკლედ, ძალიან მაგარი პრიზებია რა. ყვავილები, საჩუქრები, უამრავი ერთი 10 სახეობის საჩუქარი იქნება. ხო და რაც რა თქმა უნდა, გამოვდივარ დღევანდელ დღეს ჩემი მეორე სერიით. უბრალოდ აი რას ვიზამ წინასწარ ნამდვილად არ ვიცი თან როგორ არის იცით უნდა გაიცხრილოს ეს 45 ფიზიკურად ვერ ჩაჯდება შეჯიბრში იმიტომ რომ უნდა იყოს როგორც იცით შეჯიბრის წესების მიხედვით ან ტოპ 32 ტოპ 16 ტოპ ნუ ასე შემდეგ ტოპ 32 გაიცხრილება კვალიფიკაციით და იმედი მაქვს ამ ტოპ 32-ში მოუხვდები თან პარალელურად წამყვანი უნდა ვიყო მოკლედ ასე ისე ყოველთვის ოცნებობდი ხოლმე ჩემს წარმოდგენებში და ოცნებებში რომ აი ავტოსპორტში რომ მოვიდე მეთქი და თან წამყვანი ვიყო თქო და თან მონაწილე და აი პარალელურად რომ მაკეთებ და ჩემი გარბენის შემდეგ მიკროფონით მე თვითონვე რომ ვამბობ კომენტარს რა როგორ და რატომ მოხდა როგორც ხდება ხოლმე დრიფტზე მაგრამ ეგოცნება დრიფტში არ ამიხდება იმიტომ რომ დრიფტში ვერ მოვალ მაგრამ ეხლა რაღაც ნაწილობრივ ამიხდება ვიქნები თან მონაწილე და თან წავყვანი და ნახოთ როგორი დღე გამოვა და ვინ გახდება გამარჯვებული წავედით ახლა გავიაროთ რეგისტრაცია დავაკრათ მანქანას ნომერი და გადავიდეთ დახურულ პარკში უკან მანქანა კი არ არის ერთად გამოსაჩენი ისეთ მდგომარეობაშია. ანტისკოტში ვიყიდე, მე არაფერი არ ეშველა და ბოლოს შევეშვი. ალბათ პოლირება უნდა გაუკეთოთ. ხო იცი ჭკვიანები სხვის შეცდომზე სწავლობენ, ხო და აღარ დაუშვათ ეს შეცდომა, რაც მე დაუშვი და არ გააკეთოთ ის, რაც მე გავუკეთე მანქანას. განათებები და აი ამდენი სკოტში. კაცი ისეთი მანქანები არის წარმოდგენილი, შანსი მაქვს მე მგონი 0-ზე ოდნავ მეტი. ეს და კიდე სხვა მრავალი. ჩვენ რა თქმა უნდა 17-ები ვართ. ბარემ ორგანიზატორი აქ არის სამღებრო სამუშაოებს ეწევა და გავესაუბროთ გვეტყვის დღევანდელ დღეზე. იგი აკაც არ არის რა ხარია. არც ერთ შეჯიბრზე. მოდი, აბა გითხარი ახლა დღევანდელ დღეზე 1-2 სიტყვით რა ტრადიცია გავიხსენოთ. საერთოდ არ ვაპირებდით რომ რაღაცა დიდი გამოსვლოდა და ვაპირებდით ჩვენში რაღაცა გოგონები ხო თან ვიცი რომ მეთქი ერთი 10 გოგონა მოვა და გავერთობით რა. ხო და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ 2 დღის წინ თუ 3 დღის წინ დავხურეთ სასწრაფოდ, იმიტომ რომ 50 მონაწილე რო დარეგისტრირდა, ნუ მოვასწარით გათიშვა, თორე დღეს ვერ მორჩებოდით. ამდენი მონაწილე, ნუ რა თქმა უნდა, არასოდეს არ ყოფილა ამ სლალომზე, ჩვენც პირველად ვატარებთ საერთოდ სლალომს, შენც კი იცი და მით უმეტეს მანდილოსნების და ეს ავტოდრომთან ერთად გადავწყვიტეთ და ისეთი სპონსორები მოიყვანენ და ისეთი საჩუქრები, აი მანდ ვინ არ გამოვიდო და წელს ეგრე ვაპირებთ რა, ანუ ის რასაც ვაპირებთ სამოყვარულო და ის პარკ დრიფტზე და დრაგზე ყველგან ვაპირებთ ეგეც აქტივობას რა და ბევრად დიდი აქტივობა გვექნება ამ სეზონზე. და ბევრი შოუზე გათვლილი თემები უკვე რა, ანუ სკოლობები, ფესტივალები და ასე. მაგარია. ის ანუ ამდენი მონაწილე იყო და ესეთი საჩუქრები. თავიდან მეც ვფიქრობდი რომ მეთქი გავერთო ვიმეთ, მაგრამ
პრიზები რო დავინახე მეთქია გართობა აღარ იქნება. ოთანში ნაურები შარევა მოსულა, იმენა ყველა აი მედი ხო დაგვარეგისტრირდა მეთქი აღარაა თო, მეგო. კაი, ეხლა იქნება კვალიფიკაცია და ტოპ 32 შედგება მე ესე ვიცი, ხო ესეა. ანუ ტოპ 50-დან კვალიფიკაციით 32 გადავა შეჯიბრზე. კაი, წავედით, გავიარეთ რეგისტრაცია და დავიწყეთ. კვალიფიკაციას გადიხართ? ტრასას გადიხართ? მე მანქანით გამოყვებით. წნიდა, მანდ მარცხნივ? წადი. დააწვინე ცოტა მარიამ, დააწვინე. ტრასა შედის. ოხე, ეგ არის, აი ყოჩაღ, დავაი, ჩაჭირე, დავაი, წავიდა ყოჩაღ. აუ, რა ლამაზად მოუწყვიეთ აქაურობა. ეხლა აქ დავსხდებით. აქ იქნება ბრიფინგი, სადაც აგვიხსნიან ტრაექტორიას, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და მაგის მიხედვით უნდა გავიაროთ მერე კვალიფიკაცია და გადავიდეთ ტოპ 32-ში. აუ, როგორი საჩუქრებია. აუ, ძალიან მაგარია. აუ, როგორი გოგოშკური ბრიფინგია, ანუ რესპონსზე უნდა ჩატარდეს, ნახეთ, მე ველოდებოდი რა ბრიფინგის ოთახში იქნებოდა იქ პრეს ცენტრი სადაც არის, მანდ ჩატარდებოდა ბრიფინგი, როგორც ტარდება ხოლმე დრაგზე, დრიფტზე და მაგისთვის ვიყავი შემზადებული და უცბად დავხდა. ანცივა ჩვენი ახი სპონსორები წარვადგინოთ ვინც გვერდში გვიდგანან და გვაძლევენ იმის საშუალებას რომ შევქმნათ კონტენტი პირველი ჩვენი მთავარი გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ჩვენს გვერდით არის და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის Trust Import-ის დახმარებით შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ ძალიან კარგი ავტომობილების საუკეთესო ტარიფით ტრანსპორტირებაზე ჩვენი მეორე სპონსორი არის კომპანია Sokari 50 ლიტრს აწვავს აქაც გავათამაშებთ კი მოიგებენ ახლა მონაწილეები ვინც გაიმარჯვებს ძალიან კარგ პრიზებს 300-200 ლიტრი თამაშდება, მაგრამ მე მოკრძალებულად 50 ლიტრს გაგითამაშებთ, ისინი ვის გვიყურავთ ახლა და გულ შევატკივროთ და ჩვენი მეორე მესამე სპონსორი არის კომპანია Little Georgia, რომელიც ხარისხენ არომატიზატორებით გვამარაგებს ხოლმე. მოკლედ, ბრიფინგი იყო, ეხლა დაიწყება კვალიფიკაცია, ყველა მიცის ვინ რომელი იქნება და რომელ ზოლში ივლის, ორი ზოლი იქნება, მარჯვენა და მარცხენა და ეხლა სანამ კვალიფიკაცია დაიწყება, მივიდეთ რამდენიმე მძღოლთან, გავესაუბროთ რა მანქანებით არიან, როგორი მომზადებულები არიან და ასე შემდეგ და გავიგოთ როგორი განწყობა. წამ პირველი ყველაზე მეტად რომელი მანქანას მომეწონა იმასთან მივალ. სალამი ნინი. როგორ განწყობაზე ხარ პირველი გითხარი? შვენიერზე ქარი რო არ გუშლიდეს ხელს ყველაფერი იდეალურად მიდის ჯერჯერობით. კი ჩანს მე რო გითხარი რა მანქანით ხარ წარმოდგენილი? მე მგონი ნინი მუშანსოდ დაგტოვა სულ ყველა. უკაცრავად გისმენთ. ვამარცხილოცა ვლადო. მოკლედ, როგორც ხედავთ, ეს არის Mercedes-ი GT-რის მოდელი, Eris და რა ესის. რამდენი წლის ძალა აქვს? არ ვიცხოთ 5-600 რაღაცა. 600 რაღაცა. ხო და რა ვნახოთ რა. მანევში როგორია ხა რომ გამოცდილი როგორ? ცოტა გრძელი ცხვირი აქვს და იმგონია რომ აი ამ კონუსებში არ ვიცი როგორ ივლის ვნახოთ. აუ, კარგი. ძალიან უხარია 8 მარტი ბიჭებს და იქნებ მიულოცოთ ყველა. სხვა რა ხო გვინდა. და აი ეგ მანევრზე ამბობდი, გრძელი ცხვირი აქვს. ქალაქში მე არ ყოფილი ამ სიტუაციაში ხა პირველად არ ვიცი და აი თან გამოუწვდი რა და მივხვდები. ჩემშია პრობლემა თუ მანქანაში. რა მანქანით ხარ წარმოდგენილი? მე ვარ წარმოდგენილი BMW F22-ით, მეორე სერიით. რა იმედებს ვამყარებ? აუ, ვიცი როგორ იყო? თავიდან ვამყარებდი ძალიან კარგი იმედებს, იმიტომ რომ ჩემი მანქანა მოკლეა და მეთქი აი მარტივად გავძრებ გამოდრე. ისეთი მანქანებით არეგისტრირდნენ და ისეთი მანქანებით არიან მოსულები. ანუ დილით ვიძახდნენ და აი იმ 40-ს გადავსდა და ტოპ 32-ში მოვხვდა მეთქი და. მაგრამ აქ ხო იცი როგორ არის? ანუ ეხა ისეთ შეჯიბრზე გამოვდივართ, ზრავს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, აი მაგითი ვიმშვიდებ. ზუსტად მოკლე უნდა იყოს კომპაქტური მანევრებადი. ეგ არის ძღოლზე დამოკიდებული მეთქი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი რომ მე ვარ ძალიან მაგარი მძღოლი, რომელმაც გაძრება და იმას. ეს არის სამოყვარულო გავერთობით, მე შევჭამ. აუ, ვერ ვიმშვიდებ მაგითი დასხაც ვიძახდი რომ მეთქი, კაი გავერთობით, ეს ხო უბრალოდ გართობა რაღაცა. ვის ატყუებ ისეთი პრიზებია მეთქი, აი რანაირად უნდა გავა. ხო, კაი პრიზები ყოფილა კი. ხო, პირველად და სულ მცირე, ყველაზე და 300 ლიტრის საწვავით ამაშდება.
და კიდე უამრავი. მოკლედ წარმატებას უსურვებ მე ყველა გოგოს. პირველ რიგში საკუთარ თავს. იძლევა ქალბატონულა და თქვენ რითი ხარ წარმოდგენილი? 82106-ით ვარ მე მოსული აქ მიყენია სადღაც და აი იქით აყენია ბოლოში 82106 და შემიძლია როგორი იმედები გაქვთ? დღეს ვფიქრობ რომ სამეულში გავალ რა ნახოთ არ ვიცი რა იქნება მაგრამ იმედი მაქვს რომ სამეულში გავალ და ერთი მეგულება სხვათა შორის კონკურენტებს იცილებს რა ჰორმონალური დარღვევა გაქვთ რა ხო ისა ვარ ვაჟიშვილი ვარ ჯერ და მაგის გამო ცოტა ფრიშიკები სალამი, გაგვეცანი, მოდი პირველ რიგში და შენი მანქანა გაგვაცანი, რითი ხარ დღეს წარმოდგენილი? მე ვარ კესანე დარბაისელი. პირველ რიგში გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, მათ შორის შენს. F30 328. რა ვიცი, ყველას წარმატებას ვუსურვებ. ჩემთვის პირველი გამოცდილებაა, არასდროს არ მიმიღე მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა. აფორიაქებული ვარ, ვღელავ, მაგრამ ყველას წარმატებას ვუსურვებ. დღეს იქნება ჩემთვის ყველა გამარჯვებული. და წარმატებები შენს. მადლობა შენს. ისე როგორ იმედებს ამყარებ რას ფიქრობ? აი ხაჭესთან რამდენად კომფორტულად ხარ? მართვით კარგად ვმართავ და ვფიქრობდი რომ აქამდე რატო არ ვიღებდი მონაწილეობას ხო და ვნახოთ რა. არ იყო აქამდე და ხო, ანუ აი მაინც ესეთ რაღაცებზე რატო თუნდაც არ ვარჯიშობდი და მსგავსი რამ. ამიტომ რა ვიცი, ვფიქრობ რომ კარგად ვმართავ და დებიუტი რომელიც შემდეგაც ვფიქრობ რომ ყოველთვის მიიღებ მონაწილეობას ამიერიდან. ნუ გამოცდილება იქნება ყოველ შემთხვევაში. ნამდვილად. თუ გამარჯვება არა. წარმატებები ძალიან მაგარია. და ვნახოთ ხა როგორ შეასრულებს თავის დავალებას კესანს. რომელ რიგში მოხვდი? მარცხენაში. მარცხენაში მოხვდი. აბა შეიცი, არის ნერვიული. თავარი არის ნერვიულობა, ხო იცი ნერვიულობა ყველაზე ცუდია რა, იზაბ. იქით მეგულება ერთი ძალიან განსხვავებული უცხო მანქანა, წითელი აუდი თეთრი გულებით და მოდი მის პილოტს გავესაუბროთ. გამარჯობა. თქვენი სახელი გვარი რა მითხრათ რა მარიამ ციკლაური 31 წლის ვერძი. გათხოვილი ერთი შვილით. ქალბატონი მარიამ, რითი ხართ დღეს წარმოდგენილი? აი ამ ულამაზესობით, შედევრით, რომელიც ჩემმა მეუღლემ შექმნა. რატო ვარ ამით სლალომში? არ ვიცი, არ მკითხოთ. რამდენი ტონა? ყველას ვაკითხები ხოლმე, რამდენი ცხენის და რამდენი ტონა ცხენი? 3 ტონა. და ვაპირებ პირველ ადგილას გასვლას ბოლოდან. ბოლოდან პირველზე. ბოლოდან. აი ამით. სულ ნუ манифესტირებ, თქვი ვაპირებ პირველ ადგილას გასვლას ვაპირებ, კი ბატონო, ხო ბოლოდან იქნება თუ წინიდან არ აქვს მნიშვნელობა. პირველი იქნება. კი, არაჩვევით. ამაში და ეს ხო აბსოლუტურად ყველგან რო არის შემოსული. ისე როგორი ნერვიულობ? ეხლა ამ წუთას არა. მაგრამ ალბათ რომ ჩავჯდები და დავქაქავ, მე დავწყობ. მე და მარიამ რო ვარჯიშობდით, ელიავაზე ქონდა მოწყობილი და რამდენიმე გოგო ვარჯიშობდით და აი იქ ჩავდეთ ისე ნერვიული, წარმოდგენ არ მინდა ეხლა დამემართება. ხო, არა, ჯერ არ ნერვიულობ. იმიტომ რომ მართლა ვიცი რომ ეხლა დიდად არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ანუ მართლა არ მაქვს იმედი რომ ამით რამე ისეთ სერიოზულ შედეგს დავდებ. წეგან ტოპ 16-ის ტრასას რო ხსნიდნენ, აი უკვე აღარც უსმენდი. ისე რა უსმენდი რა. ომე მიხლები მიკანკალებ. ტოპ 16-მდე მეთქი. მარჯვენა მუხლი მიკანკალებს, არ ვიცი, შიშის გადუტანს. უბრალოდ გასართობად რა. ძალიან კარგ დროს ვატარებ უკვე და დაჭრობი ვარ რომ კიდევ უკეთეს დროს გავატარებ. ხო და ნუ გეშინია, უბრალოდ გაერთე. რაც იქნება, იქნება. საწოლ შენჩამის ხო 300. ეხა 300 გენაც არა შეხა სოკარი ყავს სპონსორად. ყავს. ხო და რა პრეტენზიებია. ერთი პოპულარული ავტობლოგერი გოგო დავინახე მონაწილეობას იღებს დღეს შეჯიბში გამარჯობა. ნატა, სად არის შენი მუსტანგი? ჩემი მუსტანგი სახლშია. რატო? რა ვიცი შენი ელექტრომუსტანგი, რომელსაც ჩააჭერდა ეგრევე გაიქცევა. შოქი არ იყო და დატენვა ვერ მოვესწარი. კაი, ძალიან მოდი მანქანით ხარ წარმოდგენი, მოდი მანქანის ფონზე დავდგეთ და ეხლა გითხარი რა მანქანით ხარ? Mercedes-ი SL 3.0 ძრავით. რამდენი ცხენით? ახლა უკვე stage-ია, stage 1 აქვს, საბურავზე აქვს 400 ცხენი და ძრავაზე სადღაც ამოიღო 470-480. როგორც ჯელტმენი რა თქმა უნდა კაცები გავატარე. არა, ეს ყველა ინტერვიუში აი ესე მოდის და შუაში გვიulis. კაი, ცხენი იქით იყოს და მანევრი უფრო მნიშვნელოვანია დღეს.
აქეთ არიან თუ იცი? მე მგონი ხო. ყველა კაცი ასე მოძრაობს რა და მე ქალებს გვაბრალებენ ვერ დადიხართ. იცი რა მითხარი? აქ ხო ახლა უფრო მეტად მანევრია გადამწყვეტი რა, აი მოხოვდა მანევრი როგორი აქვს? და როგორი იმედი გაქვს? იმედი რავი აზრზე არ ვარ. პირველად უნდა გამოვიდე ახლა. თან ამ მანქანაზე არ მჯდარ ვარ. მანევრი რავი კარგი აქვს, უბრალოდ საჭე აქვს შეცვლილი და ცოტა ეგ გიშლის ხელს, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი საჭე აყენია და ტრიალი არც ისე მარტივია, მაგრამ მანევრირებადია, მაკაგონის საჭე რა? რაღაც მანათობლებით და მთელი ამბებით. ძიმია ძალიან და არ ტრიალებს რა. დარჩენი რავი მანევრი კარგი აქვს, უბრალოდ ცხვირი აქვს დიდი და ერთი გასათვალისწინებელი ეგ არის, რომ შეხვალ მარტივად გამოხვიდე და არ წააქციო ფიშკა. დანარჩენი რა. გონია რომ პრობლემა არ უნდა იყოს. რა პრობლემა კაცო, აგ გოგოები ამბობენ გავერთოთო, გავერთოთ ვისია მოუნა თუ მოვიგებთ კაია. თუ არ მოვიგებთ ეგეც კაია ხო გავერთოთ. მე ვისვატყვებ რა არის კაია, არა მოგება. მადლობა და წარმატებები და ნახოთ ახლა რა სიდევს ქალბატონი ნატა სლალომზე. აუცილებლად. აი ესეთი მოპუსკული მანქანების მეშინია სიმართლე ვთქვა ყველაზე მეტად. არ გწხვენია ესეთი მანქანით რომ მოწოდი? პირიქით ძალიან მიხარია, რომ ესეთი პაწუკა ვარ. მერე როგორი მედები გაქვს, მიდი თან მოგვიყევი შენ გამართ მიკროფონი. ცოტა ნერვიულობთ, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ანუ იდეაში გასართობად ვარ. ივარჯიში ამითი? არა, ანუ დიდი ღმიდან რაც წამოვედი გზაში რა. ხო, მაგრამ ამის უპირატესობა ის არის იმდენად პაწუკა. და რბილი საჭია. საიწესით ვერ გაიგე. წესით არ უნდა გავარტყა და სისწრაფის რა მოგახსენოთ. სისწრაფეზე მოხოვაც მარტივია. ხო, ჩემი ჯიპი დავტოვე სახლში და იმედია იმედებს გავიმართლებ. ხო, იმხელა მანქანით გამოსვა. ჩემი და გაბარიტებშიც დიდია და просто ამას უკანა ხედვის კამერა არა. რომელი ხარ? 21. გაგიმართ. ცოტა ხანი წავიძინებ. ანუ მე ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყავი სადღაც ბოლოში, იმიტომ რომ მანამდე ვუყურებდი და ასე ვთქვათ გავიგებდი რა. ხო, მაგრამ აი მელოდინია. როგორ დადიან და ტრაექტორის მეორე მესამე მერჩი უნდა მე. მოიშორებდი და შო. მე ვარ მერვე და მერჩივნე რომ აი სულ ბოლო რო ყოფილიყავი ეგეც მერჩივნე. ყველას ვუყურებდი კარგად. წარმატებები. შენ წარმატებები შენიც. ნახოთ რა სიზავს ხატია. ვაუ, ნახე როგორი მეკობრე მეორე სერია ცალთვალა. ამანქანის პატრონი სად არის? თქვენ რა ამანქანი დღეს წარმოდგენილი, რატო აქვს ცალითვალი თუ ეს მანქანას? ფარი არის გაფუჭებული, ენჯელები არ გვიმუშავებს და გასაკეთებლადაა დატოვებული. გაქვს რამე გაკეთებული ძრავში? არაფერი. სტოკი არის ანუ სტოკით გამოდიხარ შენ. კაი. ბატონო. ჩემი პირდაპირ კონკურენტი ყოფილა სამართლიანი. ისე როგორი მოლოდინები? შენ კარგად ემართავ მანქანას მე ვიცი. ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს სალონში, მაგრამ დიდი ესე შედეგი არ მაქვს დადებული და არ ვიცი რა სიზავს წამნერვი. მაგრამ მანქანა კარგად იცი შენ. და გაქვს შანსი. აბა წარმატებები. მადლობა. ნახოთ რა სიზავს ცალთვალა მანქანა. აი იმდენად ნერვიულობ რომ თან წამოვიგებ მხოლოდ კვალიფიკაცია, ალბათ ზედაში რომ გადავალ, თუ გადავალს არ ვიტყვი, აი იქ უეჭველი, აი მე ჩემი ჯერი მოდის, უეჭველი ჩემ ეს ნერვიულობა მიზამს, რასაც მიზამს. არა და ყველაზე მარტივი დავალება ეხლა, აი უმარტივესი ეს უნდა გაცრო დატრა და წამოხვიდე, მაგრამ წინა გარბენებს შევხედავ. კაი. წამოვიწერეთ. ვიცი ვიდეოს გადაღებას, როგორც დავინახავ სამურავი გამოცხავდა თავ ტაიმერს.
უკანა გზას ძალიან გადავდიოდი? 27-56-ია. ეხლა ნახე ბოლო გამოსასვლელი და შეგიძლია ჩაადგა და წამოხვიდე. უღაუშებ გასფერს, გაიგე? ბოლოს გამოსვლები გამოიარა ეგრევე გასგები. ყველაზე მეტად შევწოდე. უკანა გზაზე. სად შევწოდე აი? აქ. აქ აუშვი გას და მაგივრა. ძალიან ცუდად გავედი. 26 და 96 მქონდა. ძალიან ის არის, მეც მივხვდი და მითხეთ კიდევაც, რომ გარეთ ძალიან შორს გავდივარ კონუსებიდან და შესაბამისად დროს ბევრს კარგავ, მე რომ მომხვიო და იმას ვქნა ისევ. მოკლედ, კონუსებიდან გავედი ძალიან შორს რა, მაგას ვხდებოდი. შესაბამისად მჭირდებოდა გადაწყობა და ძალიან დიდი დრო და მე სანამ იმხედა მოურიოდ, რეალურად ესე უნდა მიმოძრაო და მე აი ესე ვიარე. ნახოთ ახლა როგორ შედეგები დაიდება და ახლა გავესაუბრები გარეთ ვინც მიყურებდა რა სიტყვიან რა მქონდა გამოსასწორებელი და თუ გადავედით 32-ში ეთები გამოვასწრო. აქ არის სტარტის ხაზი რა 1 2 3 4 და 5 სიტყვაზე. თქვათ ესე არის რა. აქედან რომ დავიძრებით, ნახე, ხომ წავედით ესე, გავიარეთ ფიშკებთან, შეიძლება ახლოს და ბოლო ფიშკასთან ახლოს კი არ უნდა გავიაროთ. პირიქით, საპირისპირო მხარეს, ანუ ამ შემთხვევაში მარჯვნივ მაქსიმალურად დიდად მივდივართ და აი ამ ფიშკასთან, აი ამ მიმართულებით. მოტოციკლისა მანქანა არის უკვე აი ამ მდგომარეობაში. ვიხდი და არა ესე ცერად. ცერად რო იყოს, ახლა შენ შემთხვევაში რაც მოხდა რა, ცერად რო იქნება, მეორე ფიშკასთან პირიქით ესე ცერად იქნება. მე ეს და სანამ კიდე გაასწორებ ამასობაში გავიდა 3 საათი და ჩავხედი როსტოვში. ჩვენი გითხარი პირდაპირ გთხოვ, არ მანერვი. შენ რომ მხარეს იყავი? მარჯვნივ ვიყავი. შენ იყავი მარჯვნივ 17. გადასული ხარ? და 42 ეხ გადავწყვიტე რა ფსიქოლოგიურად დავერწმუნე ჩემი თავი რომ შეჯიბრი არ არის და თან გავიარო ნელა, იმიტომ რომ წინაზე ძალიან ვიჩქარე რა, ხმარობდი გაზს, მქონდა სპორტპლუსში ჩაგდებული, გათშული ყოვოცურება და პლუს დიდ გაზს ვაძლევდი რა, იმის სურვილით რომ აი სწრაფად გავსულიყავი და რეალურად დიდ ტრაექტორიაზე მივყავდი რა, ხო და ანუ მე რაღაცა ძალიან დიდ სერიოზულ შეჯიბრზე გამოვიდე, ანუ წარმოგიდგენიათ რა მომივა? ბოლოში ძალიან წამიღო, ხო ძალიან შორს. ბოლოში და გავწყდა მეორე წლის დარტყმა, მაგრამ პირველი დრო ძალიან кайგა. მეორე წლის დარტყმა დამოვიწყდა? მაგრამ პირველი დრო ძალიან кайგა. იტირო როგორ? გაუქმდა მეორე წელს და? და იქ და პირველი ძალიან кайგა დრო. ხო, რანაირად დამოვიწყდა? სიარულით რომელი უფრო кайი იყო? სიარულით მეორე უფრო кайი იყო, იმიტომ რომ ტემპი თქონდა უფრო. არ არის კაი რა, მაგაზე კაი დროებია უკვე. არ არის, 43 მე გადავედი. 42 და რაღაცაებია, ყველაზე იდეალური და 43 და შენ. კაი რა, რანაირად დამოვიწყდა. 43 და 5.
როგორი იყო? აი პირველ გარბენში რატო ვერ ქენი შენი აზრით, მაგ ეგეთი კაი. გარბენში რა ვიცი. ინერვიული. არა, რაღაც ძალიან მოდუნებული ვიყავი და ეხლა ცოტა მობილიზდი. პირველზე როგორ ვიყავი, აი იცი, ეზოში რო პიტსტოპში რო გაატარებ, ხო იცი? აი ეგრე და ეხლა ცოტა მობილიზდი. ნინის აქვს 27.03. მე მგონი ნახევარზე მეტმა გაიარა უკვე და ყველაზე კაი დრო აქვს ეხლა და ნახოთ, ნინიც კი გარანტირებული აქვს ტოპ 16. იმენა რა ვიცი რა უნდა იარონ ეხლა რომ ნინი ვერ მოხდეს ტოპ 16-ში. მე და მარიამს გვაქვს თითქმის იდენტური დროები. მე მაქვს 43.5 და მარიამს 43.53, ხო და ნახოთ თუ მოვხდით ტოპ 16-ში, კაი იქნება. ვეცდები აღარ დამავიწყდეს დავალებით შესრულება. ვინაიდან და რადგან ეს ტოპ 32-დან აღბობჩდით აბაშგარე მდგომარეობაში, ჩემი დღევანდელი როლი კი იცით თან ვარ წამყვანი, თან ვარ მრბოლელი აღარ ვარ, ხო და ეხლა უნდა გავაგრძელო, წავიყვანო ღონისძიება. ეხლა არის ტოპ 16, 16 საუკეთესო მონაწილე გამოვა და მალე გავიგებთ უკვე ვინ გახდება ქალების სლალომის გამარჯვებული. მე ვფიქრობ, აი 3 ტოპ 3 მონაწილე არის, ერთი არის Porsche 911, Mercedes AMG GT-ი და Lexus CT200, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მაგრად დადის ძალიან. გამარჯვებულებს, რომლებსაც ცოტა ხანში მოვიწვევთ სცენაზე, მანამდე გიგი კუღუში ტექნიკურ დეტალებს აგვიხსნის და გაგვესაუბრება. დიდი მადლობა ავტოდრომს და BMW Club Georgias. BMW Club Georgias, გაუმარჯოს!